ოზურგეთში უფასო ონკოსკრინინგი ჩატარდა. აქცია ქალაქის ცენტრში ბავშვთა საავადმყოფოსთან გაიმართა. სკრინინგზე, რომელიც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით გაიმართა, საკმაოდ მაღალი აქტივობა იყო და მოქალაქეთა რიგები მთელი დღის მანძილზე არ წყდებოდა. გარდა ონკოლოგიური დაავადებების სკრინინგისა, მსურველებს საშუალება ჰქონდათ B, C და HIV ინფექციის კვლევაც ჩაეტარებინათ. ეს პროგრამა მოქმედია, მაგრამ მრავალი წლის განმავლობაში უკვე 15-ზე მეტი არის, მაგრამ გადავწყვიტეთ მაინც სახელმწიფო პროგრამის მიახლოება მოსახლეობასთან და ამიტომ გადაწყდა ესეთი აქციების გზით, სადაც გაერთიანდა როგორც ონკოპრევენციის პროგრამა, ასევე პარალელურად მიმდინარე სხვა პროგრამები ინფექციური მიმართულებით, ეს არის ჰეპატიტების C ჰეპატიტის ცნობილი ელიმინაციის პროგრამა, ასევე დაემატა B ჰეპატიტის პროგრამა და სამივე კომპონენტი ერთად უკვე ეს მოსახლეობასთან სერვისის მიახლოებით ადგილებზე გასვლით დაწყებული არის უკვე თითქმის ერთ თვეზე მეტი არის. ქვეყნის მასშტაბით დაგეგმილი არის გაკეთებული გეგმა გრაფიკი. ამის შესახებ ინფორმაცია უკეთება წინასწარ მოსახლეობას, ადგილობრივ თვითმმართველობას და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი თავისი პარტნიორი ორგანიზაციების მეშვეობით და ადგილობრივი საზოგადოებრივი ჯანდაცვის სტრუქტურების ჩართულობით აკეთებს ამის ორგანიზებას. წინასწარ იციან როდის რომელ რაიონში, რომელ რეგიონში იქნება ესეთი ბრიგადები და დღეს ვიმყოფებით გურიაში. გურიის სამთავე რეგიონში ძალიან წარმატებით მიმდინარეობს ეს პროგრამა. საქართველოში ერთი თვეა მიმდინარეობს ეს სკრინინგები სხვადასხვა რეგიონებში. ჩვენ რეგიონს შესაძლებლობა მიეცა უკვე დღეს სამთავე მუნიციპალიტეტს ჩატარდეს სკრინინგი, რომელიც მოიცავს შემდეგ ღონისძიებებს. ეს არის კიბოს ქალებში კიბოს სკრინინგი, ეს არის 50-დან 60 წლიდან ქალბატონებში, რომელიც ქვეկ კომპონენტი არის ასევე საშვილოსნოს კიბოს სკრინინგი, ასევე ქვეկ კომპონენტი არის პაპ ტესტირება. ასევე კიდევ მოსახლეობისათვის 18 წლის ზემოთ ყველას ჩაუზარდება B, C შიცის სკრინინგი და გლუკოზის სისხლში გლუკოზაზე გამოკვლევა და არტერიული წინების ჰიპერტენზიაზე კვლევა. ეს ძალიან კარგი ღონისძიება არის. ჩვენ მადლობა უნდა გადავუხადოთ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს, რომელმაც ეს ღონისძიებები დასახამს საქართველოში და ჩვენ გურულების მადლობას ვუხდით მათ. მოსახლეობის ძალიან აქტიურობა არის. მე არ მოველოდი რომ მოსახლეობა ასე აქტიურად ჩამოვიდოდა, ასე რომ ეს სკრინინგი კიდევ თელგის მანძილზე და კიდევ არის ის რომ კიდევ ჩამოვიყვანოთ ეს მანქანა, იმიტომ რომ ასეთი აქტივობას არ მოველოდით ჩვენ.